ჭეშმარიტი სიყვარული ძალადობით არ მოქმედებს, არ ამტკიცებს სიწმინდეს, მრისხანებით და ძალებით. სიყვარული შენთვის არის, სიყვარული შენ გაცოცხლებს, სიყვარული გამთლიანებს, სიყვარული არ დაგჯაგრავს, სიყვარულში მაცხოვარი ხვდება თავისავს და კარგს, ჯანსაღდება, სუფთავდება, შრომას იწყებს ვითარდება, არა მხოლოდ თავისთვის, არამედ რომ შენ რომ იყო მასთან ერთად მშვიდობაში. სიყვარულის სულში მყოფი ფართოდ ხედავს არეალს, მაღალი აქვს ხარისხი თავის ღირებულებებით, რაც არ უნდა ვინ იყო, თუნდ პლანეტის მეფე იყო, თუ კი ვინმეს შენ ზემოდან დაჰყურებ, ნული არის შენი ფასი. წოდებით და მიღწევებით ვერ ხდებიან ჰუმანურნი, სტატუსები უფრო მეტად აბრმავებენ, ასუსტებენ იმ თვისებებს, რაც სათნოა კაცთათვის და რაც უფრო მაღლა მიდის კაცი თავის წარმატებით და მით უფრო დუნდებიან სიყვარულში და ჭეშმარიტ სიკეთეში. ახლაც როცა ჩვენ გოგონია სხვაზე კარგი საკუთარი თავი, იმიტომ რომ რაც კი იმან ჩაიდინა, ეს ხომ შენ არ ჩაიდინე? ან თუ იმან კაცი მოკლა, შენ ხომ არ ხარ კაცის მკვლელი? ეს ლოგიკა და სიმართლე შენ გაგაამპარდავნებს, არავისზე მეტი ხარ და არც ნაკლები შენ. შენ ხარ შენი ავკარგობით და თუ სხვაზე ნაკლები გაქვს ცოდვები, ეს იმიტომ არ გქონია მას რაც გქონდა განსაცდელი იმ დროში და იმ მოცემულ მომენტში. ვინაობა შენი ნამდვილი და ჭეშმარიტი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, იობივით თუ მიიღებ იმ განსაცდელ საზარელს. გამოჩნდები შენ ვინ ხარ, როცა კარგავ სულ ყველაფერს, როცა კარგავ ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და საყვარელ ხალხს, როცა რჩები არაფერი და არავინ, უიმედოდ მარტოსული და სნეული ჩავარდნილი. ყველა სხვა შემთხვევაში შენ არ იცი ვინ ხარ დანამდვილებით და თუ ისევ კვლავ გონია სხვაზე კარგი, რომ არ ცოდავ ისე როგორც სხვა ცოდავს, ეს არ არის შენი ღვაწლი. შენ არა გაქვს ის ყოფა და იძულება, როგორც სხვას აქვს მიცემული. თუ არა ხარ ისეთი ბოროტი და კაცის მკვლელი, მადლიერი შეიქმენი უფლის ღმერთის წინაშე, რომ არა გაქვს განსაცდელი კაცრი გაუსაცლისი.